თავი მესამე. შეახსენე მათ, დაემორჩილონ და მოусმინონ გამგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობის მოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი. ხოლო როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი ღვთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლაშობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა მისი მადლით გამართლებულები გავხდეთ საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს. სარწმუნოა სიტყვა. მე მსურს რომ შენ მტკიცედ იდგე ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას. ეს კარგი და სასარგებლო ადამიანისათვის. მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია. წვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე. იცოდე რომ ასეთი კაცი გაირყნა და სწოდავს, მისმავე თავმა დაასდო მსჯავრი. როცა გამოგიგზავნე არტემას და ტვიქიკოს, გამოეშურე ჩემსკენ ნიკოპოლის, ვინაიდან იქ ვირჩია დაზამთრება. დააჩქარე მათ გზაზე რჯულის მცოდნე ზენასი და აპოლო, რომ არაფერი აკლდეთ. ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ. ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს შენ, მოგითხრა, ვისაც უყვარვართ რწმენაში. მადლი თქვენთან ყველასთან. ამინ.